მოგესალმებით. დღევანდელ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქალისა და მამაკაცის ენერგეტიკულ დონეებზე. სულ გვაქვს ადამიანისთვის 7 ენერგეტიკული დონე. და ძირითადი ადამიანების უმრავლესობა იმყოფება პირველიდან მესამე ენერგეტიკულ დონეზე და რაც უფრო მაღლა ადის საფეხური, მით უფრო ეს იშვიათია. ეს დამოკიდებული არის ჩასახვაზე, მშობლის მზაობაზე, შვილის ყოლასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირი არის შემთხვევითი დაფეხმძიმება და ასეთ დროს შვილოსნობისათვის წინასწარ განწყობა მშობლებს არ აქვთ. ზოგჯერ მშობლები მერყეობენ, უნდა თუ არა შვილი. რაც უფრო მშობლები არიან მზად, რაც უფრო დიდი სიხარულით, რუდუნებით ელოდებიან ბავშვის ჩასახვას, მით უფრო მაღალ ენერგეტიკულ სულს იზიდავენ. ასევე ჩასახვის მომენტში ენერგეტიკაზე მოქმედებს მშობლების ერთმანეთისადმი სიყვარული, მათი შეწყობა და მათი ჩასახვის დროს მიღებული სიამოვნების ხარისხით. ასევე მოქმედებს ზოგადად მშობლების საგვარეულო ენერგიაც და იმ სულის არჩევანით, რომელიც უნდა ჩაისახოს. მისი წინაინკარნაციები და მისი სულის გამოცდილება და განვლილი გზაც. ენერგეტიკის, როგორც თქვით, პირველიდან 7 დონემდე არსებობს. მასლოუს პირამიდის მიხედვით ამას პირველ დონეს ქალებისთვის შეესაბამება 1 ჭიქა წყალი, ხოლო მამაკაცისთვის ცეცხლის ენერგიას შეესაბამება 1 ღერი ასანთისგან წარმოქმნილი ცეცხლის ენერგია, ან 1 სანთლის ენერგია. საქმე იმაში არის, რომ პირველ დონეზე მყოფი ადამიანები, დაბალ ენერგეტიკული ადამიანები არიან უფრო მეტად ნეგატიურ ენერგეტიკულ, დაბალ ენერგეტიკულ ვიბრაციებში. ეს არის შფოთვა, სტრესი, წუწუნი, მსხვერპლის მდგომარეობა, უკმაყოფილება, დამოკიდებულებები, მაგალითად ნარკომანია, ლოთობა, ასევე განურჩეველი პარტნიორული, ინტიმური ურთიერთობები და ასე შემდეგ. როგორც წესი, პირველ დონეზე მყოფი ქალი იზიდავს პირველ დონეზე მყოფ მამაკაცს და პირიქით. ამ დონეს შეესაბამება ქულების მიხედვით -28-დან 0 ქულა. შემდგომი მეორე საფეხური. მეორე საფეხური შეესაბამება 1-დან 20 ქულა. ამ ქულების გამოთვლაზე მე ვილაპარაკებთ, ჯერ მინდა რომ მოგეწოდოთ სისტემა. და საერთოდ რაღაცა გარკვეულ დონეზე ყოფნა, ეს აღნიშნავს იმას, რომ სულ ამ დონეზე ვარ, შეიძლება როგორც წინსვლა, ასევე ხდება უკუსვლაც. ეს დამოკიდებული არის ასევე ცხოვრებაზე. და გარდა მაგისა, მინდა გითხრათ, რომ თუ დავუშვათ პირველ საფეხურზე 0 ქულასთან ახლოს ახართ, ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი გაქვთ მეორე დონეზე გადახვიდეთ. თუ 20 ქულასთან ხართ ახლოს და მეორე დონეზე იმყოფებით, შანსი გაქვთ მესამე ქულაზე გადახვიდეთ და ასე შემდეგ. ქალისთვის მეორე დონეს შეესაბამება 1 ჭა, კაცისთვის 1 ბუხარი, ან 1 გამათბობელი ქვაბი. ასეთ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ესეთი მამაკაცი თავისუფლად მოუვლის მატერიალურად მხოლოდ 1 ოჯახს. და ქალიც ასევე, ასეთი ქალი და ასეთი მამაკაცი თავისუფლად მოუვლიან მხოლოდ 1 ოჯახს. მაგრამ მეც ვერაფერს ვერ შეստუდებიან. მესამე საფეხური. 21-დან 30 ქულამდეა.
მამაკაცი ხანძარია, ხოლო ქალი ტბა. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი შესაძლებლობა ერთი ოჯახის ფარგლებს ცდება, მაგრამ 2-3 ოჯახზე შემოიფარგლება და არა მეტზე. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ ქალზე. მეოთხე საფეხური. 31-დან 40 ქულა, ქალი მდინარე, კაცი მზე. დაახლოებით რა ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში როგორი ადამიანები შესაბამებიან. მამაკაცი, რომელსაც აქვს თავისი ბიზნესი და უკვე იწყებს ქსელის გახსნას. ეს არის უკვე მეოთხე დონე. როდესაც მას ჭკუას ეკითხებიან. მეხუთე დონე. 51-დან 50 ქულაზეა. კაცი მამამზე, ანუ მზე, რომლის გარშემოდაც მრავალი მზის სისტემა ტრიალებს და ქალი ზღვა. მამაკაც უკვე იმდენი ქონება აქვს დაგროვებული, რომ შეუძლია არ ემუშაოს. ის თავისუფლად იარსებებს თავისი არსებული ქონებიდან პროცენტებზე. ამ კატეგორიაში არიან მაღალი მასშტაბის ბიზნესმენები, ცნობილი მეცნიერები და ხელოვნები, მწერლები, ანუ ცნობილი ადამიანები, მსოფლიო დონის ადამიანები. მეექვსე დონე არის უკვე ჩვეულებრივი ადამიანის დონიდან აცდენა. ქულები 51-დან 56-მდე. კაცი ვარსკვლავია, ხოლო ქალი ოკეანე. ესენი ისეთი ადამიანები არიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თავიანთ ეპოქაში. რაღაცა რევოლუციური გადატრიალება მოახდინეს და მათი სახელი უკვდავია. აი მაგალითად, ესეთი მამაკაცები არიან ჰიტლერი, სტალინი, დიდი მეფეები, დიდი პოლიტიკოსები, სახელმწიფო ხელმძღვანელები, ოღონდ ყველა არა. ისინი, რომლებმაც ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. მეშვიდე დონე უკვე სრულიად განსხვავებულია სულიერებაში. კაცი წმინდა ცეცხლია, ხოლო ქალი წმინდა წყალი. ესენი არიან ქრისტე, მუჰამედი, ბუდა, კრიშნა, ზარათუსტრა, წმინდანები, ღვთისმშობელი და ქალი წმინდანები. ესენი არიან ისინი, რომლებიც ემსახურებიან სამყაროსა და კაცობრიობას, მის სულიერ განვითარებას. ბუდისტური ლამები ასევე ამ კატეგორიაში შედიან. კარგი, ჯერჯერობით ამაზე დავამთავროთ, დანარჩენს შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებ.